ბორჯომში ახლადარჩეული გამგებელი მუშაობას 7 ივლისიდან დაიწყებს. ბორჯომის 36 საოლქო კომისიამ 15 ივნისის არჩევნები 26 ივნისში აჯამა. ეს თარიღი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ დღიდან მე-11 დღეს იწყება ახლადარჩეული თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის, უბრალოდ გამგებლის უფლებამოსილება. შესაბამისად ეს არის 7 ივლისი, ანუ 7 ივლისიდან ახლადარჩეული გამგებელი ბატონი დიმიტრი ყიფიანი თავის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. სავარაუდოდ გაცილებით გვიან დაიწყებს მუშაობას ახლადარჩეული საკრებულო. პირველ სხდომას CSKO დანიშნავს. ეს თარიღი განისაზღვრება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დღეს, როდესაც უნდა ჩატარდეს საკრებულოს პირველი შეკრება. სავარაუდოდ ეს შეიძლება იყოს ივლისის ბოლოს, ან შესაძლებელია დაელოდონ არჩევნების მეორე ტურს და არჩევნების მეორე ტურის შეჯამების შემდეგ გადაითვალოს ეს ვადა. საკრებულოს პირველ სხდომას ბორჯომში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე მას საკრებულოს უხუცესი დეპუტატი გააგრძელებს.